არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულისფარულის ნეულებანი. როგორ შეუძლია დემონებს ერთი შეხედვით სიკეთის შემოთავაზებით გაგვაბან თავიანთ მახეში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ბრწყინვალე საქმეებმა შეიძლება სულ საერთოდ არ შესძინოს სარგებელი და აუნოს კიდეც მას, მაინც უნდა ითქვას გარეგან საქმეთა აღსრულების სულისთვის სასარგებლო მოღვაწეობისა და შრომისათვის თვითიძულების გარეშე არაფერი გამოვა. შინაგანი ცხოვრება სხვაგვარად ვერ იარსებებს. უსათუოდ უნდა მოიძებნოს ის წმინდა და საიდუმლო კავშირი გარეგანსა და შინაგანს შორის, როდესაც ერთიც და მეორეც შეავსებენ და ძალას შეჰმატებენ ურთიერთს. ეს უნარიც შეიძინება გამოცდილებითა და ლოცვით. იგი ეძლევა სამღვთო მადლის მძებნელსა და მთხოვნელს. იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობა არ დაემსგავსოს ჰაერის ფუჭადცემას, 1 კორინთელთა 9:26, არამედ მიაღწიოს მთავარ მიზანს, ანუ განკურნოს და გამოასწოროს ჩვენი შინაგანი კაცი. აუცილებელია თვალყური ვადევნოთ გულის ყოველ ძვრას, შევეცადოთ შეუმჩნეველი არ დაგვრჩეს რა გულის სიტყვა და გრძნობა გაგვაჩნდა სულში, რამაც დაგვიყოლია ამა თუ იმ საქმის ჩასადენად, სიტყვის სათქმელად, სურვილის შესასრულებლად. შემდეგ კი ამის მიხედვით გავსაჯოთ რა არის სასარგებლო და რა საზიანო. თუ ასე გამოვიძიებთ, აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში არა ყოველი ჩვენი გარეგნული სანაკებო ქცევა არის კარგი, რომ ზოგჯერ უფერული, უბრალო, ყოველგვარ მიმზიდველობას მომკლებული ცხოვრების წესი სინამდვილეში სულისთვის ფრიად სასარგებლოა. კეთილსაქმეთა და განზრახვათა ნიღბის ქვეშ ხშირად იმალება ძალზე სახიფათო და მავნე რამ. ამას გვეუბნება სოლომონ მეფე თავის იგავებში არიან გზანი, რომელი მათ საგონებელ არიან წინაშე კაცთა, ხოლო უკანასკნელი მათი ხედავს ფსკერსა ჯოჯუხეთისასა. იგავნი მე-16:25. დავით მეფე კი ფსალმუნებში ამბობს: გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე. ფსალმუნი 151:3. ანუ ჩემს სავალ გზაზე ისინი მზაკრულად მიგებდნენ მახეს. ისინი ბრჭყალებში არიან ეშმაკები, რომლებიც ყველაზე მეტად ცდილობენ ჩვენს გაბმას მახეში, გვთავაზობენ ერთი შეხედვით რაღაც ძალზე სასარგებლოს, ნათელსა და საგმიროს. ქრისტიანები გაცილებით ხშირად ეცებიან ყალბისათნოებებით თუნებულნი, ვიდრე აშკარად ცოდვებით შეცდენილნი. ამასთან, ამ ყალბისათნოებებით თუნებისგან თავის დაღწევა ბევრად ძნელია, ვიდრე წამოდგომა რაიმე აშკარა ცოდვით დაცემის შემდგომ, რადგანაც პირველ შემთხვევაში ყოველთვის არ ჩანს თავად ზიანი. უამრავი ამგვარი მაგალითი წმინდა მამათა მონათხრობებში, მათ ცხოვრებებში გვხვდებიან ეშმაკის დახვეწილ მზაკრობისა და ბოროტმოქმედებებს. ხშირად თითქმის ყოველ დღე, ყოველ საათს ეშმაკი მზაკრული რჩევებითა და ჩურჩულით ცდილობს თითოეული ქრისტიანის მცდარ გზაზე გადაყვანას. დემონები იოლად ახერხებენ საუბარს ჩვენს გონებასთან, გვაწვდიან რჩევებს, რომელთაც ჩვენივე ჩვეულებრივ ყოველდღიურ აზრებად მოგვაჩვენებენ. ამიტომაც ხშირად გვემუქრება საფრთხე, რომელიმე ასეთი ყვირალა, შელამაზებული აზრი, სულის მისრაფება და გზნობათა გაღვივება. არ მივიღოთ რაიმე ჭეშმარიტ, მაცხონებელ და მადლმოსილ გაცისკროვნებულებად. ეშმაკები როგორც წესი ჩვენს მოტყუებას ლამობენ მზაკრული გულის სიტყვებითა და ყალბის შეგრძნებებით, ხოლო მოღვაწეებს, განდეგილებსა და იმ ერისკაცებს, რომლებმაც განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთეს, აგრეთვე მათაც, ვინც მოღვაწეობას არ მისდევს და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. დემონები ხშირად აცდუნებენ ცრუ ღილვებითა და გამოცხადებებით, ეჩვენებიან მათ ნათელ ანგელოზთა ან კაცთა სახით. მაგრამ ზოგადად ეს და ზემოხსენებული ხრიკებიც ერთი ხასიათისაა. მათთვის ხელსაჭიდი არის ადამიანის სულში არსებული საიდუმლო ღრმა თავდაჯერება საკუთარი სიმართლისა, გრძნობა საკუთარი ღირსებისა. რათა განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიფხიზლით მოვეკიდოთ ჩვენში და ჩვენს გარეთ გამოჩენილ ნაირგვარ ჭყალებში ნათელსა და შთაბეჭდავ მოვლენებს, წმინდა მამათა
ნაწერებიდან მოვიყვანოთ ფრიად შეგონებითი ხასიათის ზოგიერთ მონათხრობს, რაც ცხადყოფს ეშმაკისეული ცნებების მრავალ სახოვნებასა და ცფიერებასა და მსაკრობას. წმინდა ღვთისმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: ეშმაკები ცდილობენ კაცი განაწყონ საურთიერთოდ და დაიმორჩილონ იგი, მაგრამ საამისოდ ყოველთვის არ იყენებენ აშკარად ცოდვით გულის სიტყვებს. ისინი თავდაპირველად ჩააგონებენ ისეთ ქმედებას, რასაც ერთი შეხედვით ცუდი არაფერი ეტყობა, ხშირად კეთილიც კი ჩანს, ხოლო მას შემდეგ, რაც გავლენასა და ძალაუფლებას მოიპოვებენ კაცზე, მას უშჯულოებაში აგდებენ, რაც შედეგია ეშმაკთა ჩაგონების მიმართ თავდაპირველი თანხმობისა. ეს ცხადყოფს, რა ვიწრო და მწუხარებით სავსეა შინაგანი ცხოვრების გზა, რა სიფხიზლით უნდა ვიდოდეთ მასზე. ერთმა ბერმა ისეთი ისტორია უამბო, რომელიღაც ძმას, ვიღაც ჭაბუკმა მშობელი მამისაგან მონასტერში წასვლა გამოითხოვა. იქ გულმოდგინედ იწყო მოღვაწეობა. თავად იღუმენიც კი განაცვიფრა თავისი მკაცრი ცხოვრებით. მალევე ითხოვა უდაბნოში წასვლა განდეგილური ცხოვრების დასაწყებად. ბოლოს, როგორც იქნა, მიიღო ნებართვა, გაემგზავრა უდაბნოში და დასახდა სასწაულებრივი სახით მანიშნებელ ადგილას. იქ დამკვიდრდა და დაიწყო მოღვაწეობა. ისე გაატარა განდეგილობის 6 წელი, რომ არავის უნახავს. ერთხელ კი მასთან მევიდა ეშმაკი ბერის აბას სახით. იგი საშინლად გამოიყურებოდა. ძმა მის თანახვაზე შეშინებული მიწაზე პირქვე დაემხო და ლოცვის შეუდგა. როცა ადგა, ეშმაკმა სთხოვა: ძმაო, კიდევ ვილოცოთ. მათ ილოცეს და როდესაც დაასრულეს, ეშმაკმა კვლავ კითხა: რამდენი ხანი აქ ცხოვრობ? პასუხზე 6 წელი. ეშმაკმა უთხრა: მეზობელი ყოფილხარ. მე მხოლოდ 4 დღის წინ შევიტყვე, რომ აქ ხარ, ჩემი სენაკიდან, რომელიც შორი ახლოს არის. 11 წელია არ გამოსულ ვარ. დავტოვე მხოლოდ დღეს, რა კი გავიგე, რომ მეზობლად ცხოვრობ. ვიფიქრე შეუული ამ ღვთის კაცს და გავესაუბრები ჩვენი სულებისთვის სასარგებლო თემაზე. ვეტყვი იმასაც, რომ ჩვენს განდეგილობა საერთოდ არ მოაქვს სარგებელი, რადგან არ ვეზიარებით ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლს. რომ შიშობ თუ ამ საიდუმლოს დავშორდებით, უცხონი არ შევიქმნეთ ქრისტესთვის. იცოდე ძმაო, აქედან 3 მილის მოშორებით არის მონასტერი, სადაც პრესვიტერი ყავთ. წავიდეთ იქ კვირა დღეს, ვეზიაროთ ქრისტეს ხორცსა და სისხლს და დავბრუნდეთ ჩვენ სენაკებს. ძმას მოეწონა რჩევა. კვირა დღეს ეშმაკი ისევ ესტუმრა და ერთად წავიდნენ მონასტერში. შევიდნენ ტაძარში და ლოცვად დადგნენ. ლოცვის დასრულების შემდგომ ძმამ ვეღარ იპოვა ის, ვინც აქ მოიყვანა. დაიწყო ძებნა, კითხა ძმებსაც: სად იყო აბა, რომელთან ერთადაც ეკლესიაში შემოვედი? მათ უპასუხეს, რომ არავინ დაუნახავთ მის გარდა. მაშინ ძმა მიხვდა, რომ მისი თანამგზავრი ეშმაკი იყო და თავისთვის ჩაელაპარაკა: დახეთ, რამ ზაკრულად გამომატყუა ეშმაკმა ჩემი სენაკიდან. მაგრამ არა უშავს, მე კეთილი საქმისთვის მოვედი, ვეზიარები ქრისტეს ხორცსა და სისხლს და დავბრუნდები ჩემს სენაკს. ძმა ეზიარა, შემდეგ იძულებული გახდა მონასტრის ძმობასთან გაეყო ტრაპეზი. ბოლოს, როგორც იქნა, თავის სენაკში დაბრუნდა. გავიდა ხანი და ისევ მოვიდა მასთან ეშმაკი, ამჯერად ჭაბუკი ერისკაცის სახით, რომელმაც თავით ფეხებამდე ჩაათვალიერა იგი და თქვა: სწორედ ის არის და ისევ განაგრძო თვალიერება. ძმამ კითხა: ასე რატომ მიყურებ? მან მიუგო: მგონი ვერ მიცანი, თუმცა როგორ მიცნობდი ამდენი ხნის შემდეგ? მე მამაშენის მეზობელი ვარ. ძე ამა და ამ კაცისა, როგორ განა მამაშენს ეს და ეს არ ქვია? ხოლო დედაშენის სახელი ეს და ეს არ იყო? შენს დას კი ასე ერქვა. შენი ადრინდელი სახელი ეს იყო. 3 წელიწადზე მეტი, რაც დედაშენი და შენი და დაიხოცდნენ, მამაშენი კი სულ ახლახან გარდაიცვალა და თავის მემკვიდრედ დაგტოვა. მან გვითხრა: ვის დაუტოვო ჩემი ქონება, თუ არა ჩემს ძეს, წმინდა კაცს, რომელმაც სოფელი დაუტევა და განდეგილურ ცხოვრებას მისდევს ღვთისთვის. მას ვაძლევ მთელ ჩემსავლადიდებას. შემდეგ გთხოვა
მოგვეძებნა მისი ძე და გვეუწყებინა, რომ წამოსულიყავი, ჩაგებარებინა ქონება და დაგერიგებინა ღატაკთათვის შენი და მისი სულის საოხად. ბევრმა გეძება, მაგრამ ვერ გიპოვა, მე კი აქ ჩემი საქმეების გამო მოვედი და შენს შესახებ შევიტყვე. ნუ აყოვნებ, წამო, გაყიდე ყველაფერი და აღასრულე მამაშენის ნება. ძმამ უპასუხა, ჩემთვის არ შეიძლება ერში დაბრუნება. ეშმაკი შეედავა, თუ არ წამოხვალ, ქონება დაიკარგება და ამაზე ღვთის წინაშე აგებ პასუხს. ცუდს რას გეუბნები, წამოდი და დაურიგე მამული ღატაკებსა და ობლებს, როგორც კეთილმა მნემ, რათა მემრუშე და გაყრილმა ადამიანმა არ დაიტაცონ ღარიბებისთვის დანატოვარი. ასეთი საუბრით აცდუნა ეშმაკმა ძმა და დაუბრუნა ერში, მიაცილა ქალაქამდე და იქ მიატოვა. მონაზონს სურდა თავისი ვითომ და გარდაცვლილი მამის სახლში შესვლა და რას ხედავს. შესახვედრად გამოეგება თავად მამამისი, მაგრამ ვერ იცნო იგი და მკაცრად კითხა, ვინ ხარ? მონაზონი დაიბნა და მაშინო პასუხის გაცემა ვერ შეძლო. მამა არ მოეშვა და მონაზონმა მაშინ კი უხერხულად ჩაილაპარაკა, მე შენი ძე ვარ. მამამ ისევ კითხა, რა მიზეზი დაბრუნდი? მონაზონს შერწყვა თავისი დაბრუნების ნამდვილი მიზეზის ახსნა და უთხრა, შენ და მის სიყვარულმა და სიბრალულმა მაიძულა დაბრუნება. ის დარჩა მამისეულ სახლში, მერე სიძვაში ჩავარდა და მამამ მძიმედ დასაჯა კიდეც საცოდავი. მან კი არ შეინანა, არამედ ერში დარჩა. ამ ამბის განმარტებისას მღვდელმთავარი ეგნატე მიუთითებს, რომ მონაზონის დაცემის მთავარი მიზეზი იყო მისი ნაადრევი და თვითნებური წასვლა განდეგილად, რისთვისაც არ იყო მომწიფებული. აგრეთვე შენიშნავს, რომ ეშმაკი განდეგილებზე ხშირად მოქმედებს ხილულად, ხოლო კინოვიაში ცხოვრებლებზე ჩვეულებრივ გულისიტყვების საშუალებით. თუმცა ეს არსობრივად ერთი და იგივეა. კაცის წარსაწყნოდად ეშმაკი ხშირად იყენებს ყველაზე მოსაწონს საბაბს ხატოვნად წარმოუდგენს, თუ რა უხვად შეიძენს იგი სიკეთისა და სარგებელს, სინამდვილეში კი მძიმე ცოდვებში აგდებს და ყუპავს მათ. მაინც რამ ზაკვარია წინდახედული მტერი. სენაკიდან განდეგილის პირველად გამოსვლა თითქოს სულაც არ იყო საგანგაშო, პირიქით, ერთი შეხედვით ფრიად სასარგებლოდაც კი დასრულდა, მაგრამ საზიანო იყო ის, რომ სულს წაერთვა მაცხოვნებელი სიფრთხილე. მას დაანახეს სენაკიდან გამოსვლის უწყინარობა. ეშმაკმა შეიძლება დიდხანს ამზადოს თავისი მსხვერპლი წარსაწყნოდელ გზაზე გასატყუებლად, დაუმალოს ყოველივე საზიანო და დაუხატოს ამ გზის მრავალი ღირსება, ვიდრე არ მოახელთებს დროს, რათა უკვე გამოუსწორებლად ავნოს სიფრთხილ დაკარგულ ქრისტიანს. ეპისკოპოსი ეგნატე შეგვახსენებს იმ განსაცდელის შესახებ, რომელიც ღირს პეტრე ათონელს შეემთხვა. მასაც მზაკრულად გამოსციდა ბოროტი დემონი, რომელიც ნათესავის სახით წარმოუდგა ლამაზი სიტყვებით, სადა მისი დაყოლიება შეეწყვიტა მდუმარება, წასულიყო მშობლიურ მხარეში და იქ გადაერჩინა ვითომ დასაღუპად განწირული თანამემამულენი. წმინდა პეტრე არ დაჰყვა ამ ცდუნებას და გააწპილა ეშმაკი. წმინდა ეგნატე ამბობს, წმინდანებს მტრის თავდასხმების მოგერიება მარტოოდენ ღვთის წყალობით, მათშივე დამკვიდრებული და მათი განმანათლებელი სამღვთო მადლის შეწევნით შეუძლიათ. როგორ გაუძლებს კაცი ამ თავდასხმებს გონება შეზღუდულობისა და ბრმა თავდაჯერებულობის ამარა, რომელიც მუდამ ეპირფერება ატყუებს საკუთარ თავს. როგორ უნდა გაუმკლავდეს კაცი ამ თავდასხმებს, როცა მისი შინაგანი კაცი სულიერი წყვდიათში ეშმაკის ტყვეობისა და მონობაში იმყოფება? ზედმეტი არ იქნება აღნიშნოთ, რომ ბოროტ სულთაგან ნაქადაგები, ხორციელი ზრახვის სიმართლე, ტოლფასია ღვთისადმი მტრულად განწყობილი ამას სოფლის მიერ ნაქადაგების სიმართლისა და უპირისპირდება სახარების სეულ სიმართლეს. მასვე მოყავს ცუნებისა სხვა შემთხვევა. ერთ ძმას ეშმაკები ანგელოზთა სახით ეცხადებოდნენ, აღვიძებდნენ, აჩვენებდნენ ნათელს, მოუხმობდნენ ღვთისმსახურებაზე წასასვლელად, მაგრამ მან რჩევა კითხა ბერს, ამით
გააწმილა ეშმაკები და არ დაემორჩილა მათ, თუმცა ისინი თითქოს კეთილ საქმეს თავაზობდნენ. მაშინ ეშმაკმა იმ ბერის ცილის წამება დაიწყეს, რომელიც მას მათ ხრიკებზე თვალი აუხილა. ისინი ეუბნებოდნენ მას, შენი ბერი თვალთმაქცია, ჰქონდა ფული, არას ესხა ერთ ძმას და უარით გაისტუმრა. ძმამ კი ამბავით დილა ადრიან უამბო ბერს, რომელმაც აუხსნა. მართალია ფული მქონდა, მაგრამ ძმას, ვინც სელს მთხოვდა, არ მივეცი. ვიცოდი, ეს მისი სულისთვის იქნებოდა საზიანო და ამიტომ უმჯობესად ჩავთვალე, არ შემესრულებინა ერთი მცნება, რათა არ დამერღვია 10-ვე. ამას შეიძლებოდა მოყოლოდა დიდი შფოთი, რისი მიზეზიც ეს ფული იქნებოდა. შენ კი ნუ უსმენ დემონებს, მათ შენი ცთუნება უნდათ. არადა არ გაგვიტაცოს ეშმაკთა მიერ შემოთავაზებულმა სათნოებებმა, განმარტავს ამ მონათხრობს მეუფე ეგნატე. რა მაღლებულად და ბრწყინვალედაც უნდა მოგვეჩვენოს ისინი, ყველაფერი, რასაც ეშმაკები შემოგთავაზებენ, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უნდა უკუვაგდოთ. ნებაყოფლობითი დამორჩილება ბოროტისულებისადმი თუნდაც ეს მოხდეს მათი შეთავაზებითა და დაჟინებით კაც დემონების ხელქვეითად იარაღად აქცევს და ართმევს სულიერ თავისუფლებას. დიდი უბედურებაა ეშმაკისადმი დამორჩილება და მათ იარაღად ქცევა. ეს უბედურებაა, რომელმაც მოიცვა სოფელი და რომელსაც იგი ჯერ იგებს.